ქიმიური მოწამვლის საქმე, რომელიც ქართული ოცნებისთვის მძიმე პრობლემად იქცა. თემის დღის წესრიგიდან მოხსნას ივანიშვილის რეჟიმი ყველა მეთოდით ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. დღეს შალვა პაპუაშვილმა BBC-ს გამოძიებას კვლავ გარე ძალების მიერ ორგანიზებული თავდასხმა და ოპოზიციის ბოლო ხავსი უწოდა. ქართული ოცნების სპიკერი ამბობს, რომ მზად არიან რელევანტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს დამატების კითხვებზე უპასუხოთ. მარიკა ბოლქვაძე განაგრძობს ახლა ამ თემაზე საუბარს და ის მოგვიყვება, რა თქვა დღეს შალვა პაპუაშვილმა და როგორია გამოხმაურებები. დიახ თამარ, მას შემდეგ რაც BBC-ს დოკუმენტური ფილმი წყალი რომელიც წვავს გამოქვეყნდა, ქართული ოცნების წარმომადგენლები ფაქტობრივად თავდაცვის რეჟიმში არიან, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავდასხმას და თავის მართლებას უფრო ჰგავს. ამჯერად მედიასთან კომენტარი ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება და დარბევა ეს პროპაგანდაა, რომელიც ბრიუსელში დაიწერა და ბრიუსელში დაწერილი სცენარია, რომელშიც მონაწილეობას როგორც ევროპარლამენტარები, აგრეთვე რადიკალები, ოპოზიციურად განწყობილი რადიკალები იღებდნენ. ოპოზიციურად განწყობილ რადიკალებში შალვა პაპუაშვილი იმ მოქალაქეებს გულისხმობს, რომლებიც 300 დღეზე მეტია უკვე უწყვეტად დგანან რუსთაველის გამზირზე და ქართული ოცნების პრორუსულ ნაბიჯებს აპროტესტებენ. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ შალვა პაპუაშვილის განცხადება ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საქმეზე. ეს იყო უსაძაგლესი თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, რომელიც კიდევ ერთხელ ევროპაში მოიხარშა და ქართველი რადიკალების დახმარებით განხორციელდა. ის რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი და ეს ტყუილები რო ილაპარაკეს უმაღლეს ტრიბუნებიდან. აი ეს ტყუილები ევროპარლამენტი ყველა ხო დარწმუნდა რომ კამიტი არ იყო და ეს იყო გებელსისეული პროპაგანდა, როდესაც უნდა იმხელა ტყუილი უნდა თქვა რომ ვიღაცა ზეჭვი შეეპაროს რომ ხა ასეთ ტყუილსაც არ იტყოდა. რაზე იყო გათვლა იტყოდნენ დიდ ტყუილს, რომ ეს იყო რაღაც ქიმიური იარაღი. შემდეგ გათვლა იყო, რომ ამაზე სახელმწიფოს რეაგირება იქნებოდა მხოლოდ პოლიტიკური პასუხები, რომ არ არის და შევიდოდა ეს პოლიტიკური დისკუსიის სპირალში და ამას უნდა მოყოლოდა შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციები და განცხადებები. ეს იყო სინამდვილეში პირდაპირ ორკესტრირებული თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, რომელიც უნდა ასახულიყო ბრიუსელის შესაბამის დოკუმენტებში. დიახ, ერთია რას ამბობს ქართული ოცნება და მისი წარმომადგენლები და მეორეა როგორი რეალობა დადგა დღეს. მას შემდეგ რაც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის საქმეზე ახალი ცნობები გამოვლინდა BBC-ს დოკუმენტური ფილმისგან, უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, არსებობენ აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ, კონკრეტულად 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გამოყენებული ნივთიერების შესუნთქვის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე გართულებებს უჩივიან. მათ აქვთ მუდმივი თავის ტკივილები, სუნთქვის პრობლემები, გულსისხლძარღვთა და დაავადებების გართულებები და სხვა. ახლა პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ამ ადამიანების კომენტარები, მათი პირადი ტკივილების და იმ ყველაფრის შესახებ, რაც ქიმიური ნივთიერების შედეგად მათ ჯანმრთელობას ავნეს. ნებისმიერი განცხადება, რასაც გააკეთებს ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი, თავიდან ბოლომდე არის თავის მართლება იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ცდილობენ თავის პასუხისმგებლობას გაიქცნენ, თუმცა ვერ გაექცევენ იმ სტატისტიკას, რა შედეგიც მივიღეთ ჩვენ ამ დროის განმავლობაში და აქციების დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის დაზარალებული, მათ შორის მეც რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვიარე და ვხედავდით, როგორ ცუდად ხდებოდნენ ადამიანები და დღემდე აღენიშნებათ ადამიანებს სიმპტომები, აქ ერთ კვირას და ორ კვირაზე არ იყო საუბარი, თვეობით გრძელდებოდა ეს ყველაფერი და ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას და მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივიდეთ დამოუკიდებელ სასამართლომდე და მივიღოთ ის შედეგი, რაც რეალურად არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ BBC-ს ფილმმა ძალიან დიდი დისკომფორტი გამოიწვია ქართულ ოცნებაში, ბუნებრივია მათი მხრიდან ეს პანიკური შეტევები და მათი პანიკური დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, მანამ სანამ არ მივიღებთ თავისუფალ დამოუკიდებელ გამოძიებას. ერთი წელი გავიდა და დღესაც მე მაქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და დღესაც ვარ ანალიზებში და გამოკვლევებში. ჯერ კიდევ ვეძებთ იმ ადგილს, იმ ორგანოს, რასაც მიადგა კონკრეტულად ზიანი. ნორმალურად ვერ გადავაადგილებ, იმიტომ რომ 15 წუთში უნდა დამждეთ, რომ საშინლად ხდები, თავის საშინლად მტკივდება. და ეს ხალხი გამოდიან და ამ მსგავსად ლაპარაკობენ. სრულად სამართლიანია ეს ყველაფერი, აუცილებლად საბოლოოდ ყველაფერი აუცილებლად დავალდება. გავიგებთ იმ ყველაფერს, რითიც მოვწამლეთ. ჩვენ ვიყავით ამ აქციებზე
10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი და ძალიან ნათელი იყო, რომ წყლის ჭავლი ადამიანებს წამლავდა, ადამიანებს დაუსწივდა თვალები, ჩემ მეგობრებს მაგალითად ძალიან ბევრი დღის განმავლობაში ქონდათ რაღაცა უცნაური სიმპტომები, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, მაგალითად თუ ადგენიან ეს რეჟიმის წარმომადგენლები და უშულებენ BBC-ს და საინტერესო იქნება ეს პროცესი ნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა პასუხს მიიღებენ. მათ როგორც ჩანს, ძალიან აწუხებთ, რომ თემა არის საკმაოდ აწეული და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამაზე საუბრობს დღეს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. დიახ, მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC-ს დოკუმენტური ფილმი წყალი, რომელიც წვავს, გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართული ოცნება 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად სავარაუდოდ აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას გამხსნელ ტრიქლორეთილენის ხსნარს იყენებდა, რომელიც ცნობილია როგორც კამიტი და ძალიან საზიანოა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს ადამიანის სიცოცხლე ამ ნივთიერების შესუნთქვის შედეგად. ამ ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო ქართულმა ოცნებამ გამოძიება, რომელიც მალევე სულ რაღაც 5 დღეში დაასრულეს. თქვეს, რომ გამოიყენებდნენ კონკრეტულ ნივთიერებებს, თუმცა ამ გამოძიებაში არაფერი იყო ნათქვამი უშუალოდ კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ახლა მოქალაქეები ერთადერთი რასაც მოითხოვენ არის ის, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და დადგინდეს რა ნივთიერებით დააზიანა ქართულმა ოცნებამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მარიკა, მადლობა.